შემდეგი ასევე გავრცელებული მითი, კონტენტი მეფეა, content is the king. ესეთი გამოთქმა გაგონილი გექნება თუ ეჭველი. რაც მითია. ამბობენ, რომ დაწერა უნიკალური და სასარგებლო კონტენტი და Google-ი დაგაჯილდოვებს. მაგრამ რას ნიშნავს ეს? საერთოდ კონტენტი მეფეა ეს, ანუ content is the king რას ნიშნავს, კაცმა არ იცის. რადგან რეალურად მნიშვნელოვანია, რომ შენი სამიზნე მაძიებლის ინტენტი განზრახვა დააკმაყოფილო და არა ის, რომ დაწერა 2000 სიტყვიანი აკადემიურად გამართული იდეალური ტექსტი. ეგ არავის არ აინტერესებს. თავარია, რომ კონტენტის შემთხვევაში შენი მომხმარებლის განზრახვა დააკმაყოფილო. ჩავთვალოთ, რომ ნებისმიერი ძიება არის პრობლემა, ხოლო შენს ვებსაიტზე შემოსვლით და შენი კონტენტის წაკითხვით მომხმარებელს ეს პრობლემა უნდა მოუგვარდეს. თუ ეს პრობლემა არ მოუგვარდა, რაც არ უნდა უნიკალური, რაც არ უნდა მაღალფარდოვანი აკადემიურად გამართული კონტენტი ჰქონდეს, აზრი არ ექნება, აზრი შეიძლება ჰქონდეს მის განთავსებას, თუმცა ეფექტი არ ექნება.